ჯამურად იმდენი სანქცია ადევს რუსეთს, დარწმუნებული ვარ 3 ან თუნდაც 10 წდა რომ მოგცე, მაინც ვერ გამოიცო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციათა რაოდენობას. მაგრამ სად მაინც? Russia. გაინტერესებს სანქციები როგორ მუშაობს. ნამდვილად აწუხებს მსგავს შეზღუდვები რუსეთს თუ საერთოდ არ ინტერესდებიან მისით. ახერხებენ სანქციების არიდებას დამოუკიდებლად თუ ეხმარებიან სხვებიც. რეალურად რუსეთმა იზარალა ამდენი სანქციის გამო თუ ყველაფერი ისევ ისეა როგორც უკრაინაში შეჭრამდე იყო. 2008 წელს მას შემდეგაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და დღესაც დაკავებული აქვს უკანონოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა აშშ და ევროკავშირი ცოტა არ იყოს სულდუქად შეხვდნენ ამ აგრესიას. პუტინის წამოწყებულ ომს სანქციები ან რაიმე სახის სხვა შეზღუდვა არ მოყოლია. 2014 წელს აგრესია და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა კვლავ განმეორდა და ამჯერად პუტინის მსხვერპლი უკრაინა აღმოჩნდა. დაიკავის ყირიმი, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები და დღესაც მანდარიან იმის ცდაში, რომ უფრო მეტი ტერიტორია წამოგვიჯონ უკრაინელებს. ამ აგრესიას საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით განსხვავებული რეაქციები მოყვა და იწყება სანქციების ერა. სწორედ 2014 წლიდან იწყებს აშშ და ევროკავშირი რუსეთისთვის, რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქებისთვის შეზღუდვების დაწესებას. სანქციები თავის თავში მოიცავს ინდივიდუალურ სანქციებს, ეკონომიკურ და სავიზო შეზღუდვა აკრძალვებს. ეკონომიკური სანქციების მიზანია შეასუსლოს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ომი და აგრესია დიდხანს არ დააფინანსოს და აწარმოოს, ხოლო ინდივიდუალური სანქციების მიზანია ყველა იმ პირის გამოვლენა, ვინც ხელს უწყობს, ვინც უშუალოდ არის ჩართული, ვინც აფინანსებს ან ვინც მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს და ასეთი პირის ან კომპანიის აღმოჩენის შემდეგ მისი ქონებისა და ფინანსური სინდისის გაყინვა ხდება. მათ შორის ვეღარ იყენებენ თავიანთ იახტებს, ვილებს, რადგან ვეღარ ახერხებენ ევროკავშირისა თუ ამერიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას. რამდენი რუსი ადამიანია სანქციების ქვეშ ამ მომენტისთვის თქვენი აზრით? 2400-ზე მეტი ფიზიკური პირი არის სანქცირებული, მათ შორის არიან პუტინი, ლავროვი, იანუკოვიჩი, აბრამოვიჩი, რუსეთის პარლამენტის წევრები, მინისტრები, გუბერნატორები, ოლიგარქები, პროპაგანდისტები. რუსეთის მხარდაჭერის გამო რუსეთის მოქალაქეების გარდა ბევრი ირანელი, ბელარუსელი და ჩრდილოეთ კორეელი ბიზნესმენი სამხედრო თუ პოლიტიკოსია სანქციების სიაში. ეს ადამიანები თუ კი რაიმე ქონებას ან ანგარიშებს ფლობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ყველა ეს ქონება იყინება, მანამ სანამ სანქცია არ მოიხსნება ან სხვაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. დღეს მდგომარეობით რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი რეზერვები დაახლოებით 350 მილიარდი ევრო სრულად გაყინულია და მასზე წომა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს. ამ თანხისა თუ ქონების გამოყენება არც ერთ მის ფლობელს აღარ შეუძლია, მის მესაკუთრებას აღარ შეუძლია. თუ სანქციები არ მოიხსნა და არც შემსუბუქდა, შეიძლება 350 მილიარდი ევროს ქონება რუსეთმა და რუსებმა სრულად დაკარგონ. არსებული სანქციების გამო ევროკავშირის ბევრი ნაწარმი რესურსი ვერ შედის რუსეთის ბაზარზე, ისევე როგორც უსული ნაწარმი რესურსი ვერ შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის მონაცემებით 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა აკრძალა 48 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ნაწარმი პროდუქციის გატანა რუსეთის ტერიტორიაზე და 91.2 მილიარდი ევროს ნაწარმი პროდუქციის შემოტანა თავის ტერიტორიაზე რუსეთიდან. ასევე რუსეთმა და რუსებმა დაკარგეს ბევრი კვალიფიციური მომსახურების მიღების შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებისგან და ხარისხიანი მასალები, კადრები, ნაწილები რუსეთში რთულად საშუალებია. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ თუ კონკრეტულად რა სახის პროდუქციის შეტანა, გატანა აიკრძალა, კომენტარებში დავტოვებ ბმულს და შეგიძლიათ გაიცნოთ სრულად. 21 წლის მონაცემებით 75 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაზი ნავთობი გაიყიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც სანქციების დაწესების შემდეგ 90%-ით შემცირდა. რუსეთს ჩაიკეტა როგორც საზღვაო, ისე საჰაერო გზა, რომელიც ეკუთვნის ევროკავშირის ქვეყნებს. გარდა ამისა, 23 მსხვილ რუსული ბანკი ჩახსნილია SWIFT-ის ქსელიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში ვერ შეძლებენ გადარიცხვებს გადაცემის აკეთებას. ვერ მიიღებენ და ვერ გასცემენ თანხებს ევროკავშირისა თუ ამერიკის ტერიტორიაზე. სხვა გზებითაც შეუძლიათ იგივე საქმის შესრულება, უბრალოდ იქნება უფრო ძველი და დროში გაწელილი. რუსეთს დარეზერვებული ოქროს გაყიდვაც უჭირს, რადგან მისით უმეტესად ევროპაში და ამერიკაში ინტერესდებოდნენ, ხოლო სანქციების გამო მათი გაყიდვაც გაჭირდა. ევროკავშირის ტერიტორიაზე რიგი რუსული პროპაგანდისტული არხები დაიხურა და მათი მაუწყებლობა აიკრძალა მისი შინაარსისა და პროპაგანდისტული ელფერის გამო. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიო ბანკის ჯგუფთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მიერ ასეთი ინსტიტუტებისგან დაფინანსების მოპოვება, ცეცხლის აღება. ასევე ევროკავშირი თანამშრომლობს ყველა სხვა ქვეყანასთან, რათა მათი საშუალებით არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი სანქცია აქვს დაწესებული რუსეთს? 16,000-ზე მეტი სანქცია აქვს რუსეთს ამ მომენტისთვის და არის ალბათობა, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. უმკლავდება რუსეთის სანქციებს? ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი არ არის ისეთი ქვეყანა, როგორიც შორიდან ჩანს ან როგორი ქვეყნების ევროპაში ან უშუალოდ ამერიკა. რუსეთში არსებობენ ძალიან ღარიბი ადამიანები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა არსებობს ქვეყანაში და არსებობენ ოლიგარქები, მდიდარი კლასი.
დიდი რაოდენობით ვერ ნახავთ საშუალო მაცხოვრებელს, თუმცა ისინიც არიან, უფრო მოსკოვში, პეტერბურგში ან სხვა დიდ ქალაქებში. შესაბამისად, როცა სანქციებზე საუბრობთ, უნდა გვესმოდეს ის ფაქტი, რომ გვაქვს საქმე მაგალითად სანქცია შეიძლება აწუხებდეს პუტინის გარემოცვას და სხვა ოლიგარქებს, მაგრამ ღატაკი რუსის თუ ბურიატის ყოფა ისეთივე დარჩა, ან უბრალოდ ეს პიროვნება უკრაინაში შეეწირა სამშობლოს დაცვის იდეას. როდესაც ვისმენთ, რომ რუსეთის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ანუ სიცხის პროცენტი, რომელიც სახელმწიფოში მიდის ეკონომიკის ხელოვნურად დასტაბილურებისა და რუბლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად 21%-ზე არის ასული. ჩვენთან ჯერ კიდევ 8%-ია და იმედი მაქვს, არც მეტი არ გახდება. აშკარაა, რომ მსოფლიო მეხუთე ეკონომიკაც კი უძლურია საერთაშორისო სანქციების წინაშე. რუსეთის რეალური დანაკარგი სანქციების გამო უცნობია, თუმცა მიახლოებით ათვლადია. გაყინული აქტივების სახით 350 მილიარდი ევროა. 100 მილიარდამდე ღირებულების პროდუქცია ევროკავშირში ვეღარ გადის წლიურად. 87 მილიარდამდე ნავთობის გაზი ევროკავშირში აღარ გადის ასევე. მხოლოდ ეს სამი კომპონენტი ტრილიონ ევრომდე აღწევს 3 წლის განმავლობაში. ამას დამატებით SWIFT-ის ქსელიდან ჩახსნა ნიშნავს იმას, რომ გაძვირდა სერვისი და ზოგ შემთხვევაში ვეღარ ხდება გარიგებების დადება. სხვადასხვა სახის პროდუქციის ყიდვა პირდაპირ წესით აღარ გამოძდით რუსებს და უწევთ სანქციებისთვის ავლა. შესაბამისად, მესამე-მეოთხე ქვეყნებიდან იღებენ იგივე პროდუქციას გასამაგებულ ან კიდევ უფრო გაძვირებულ ფასში. ბევრ ისეთ ნაწარმს, როგორიცაა მანქანის თვითმფრინავის თუ სხვა საჭირო მექანიზმების აღჭურვა შეცვლას ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, ნაკლებად უსაფრთხოა გადაადგილება და სხვა. სანქციების გვერდისავლაში ეხმარებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, მეტნაკლებად სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი. ამ ქვეყნების საშუალებით რუსეთი მაინც ახერხებს ყველა იმ ნივთისა თუ პროდუქტის მიღებას, რაც სანქციების გამოწესით არ უნდა მიეღო. ფაქტია, ევროკავშირის ქვეყნების ექსპორტი რუსეთში შემცირდა, თუმცა გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს და არ უერთდებიან ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა რუსეთისთვის მთავარი სხვა რამეა. იყო საკმარის თანხა და რესურსი იმისთვის, რომ იმ ომის წარმოება შეეძლონ და გააგრძელონ. რაც რეალურად აქვს კიდევაც. ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს ფასი და ეს კარგად გამოჩნდა პატარა სოფლებისა თუ ქალაქების აღების მცდელობებში. ყავთ ბევრი კიდევ, ვისაც ფრონტზე გაუშვებენ, ხოლო ომის ყულაბას თუ დასავლეთის ფულით პირდაპირ გაგებით მაინც, თორემ დასავლეთიც იძენს ბევრ რუსულ პროდუქციას მესამე ან მეოთხე ქვეყნების ხელით. ვერ ავსებენ, მიუბრუნდნენ აღმოსავლეთს, ჩინეთსა და ინდოეთს, საიდანაც იღებენ იმდენს, რომ საკმარისი იყოს ომისთვის და შიდა აჯანყების თავიდან ასარიდებლად, დროებით მაინც. საუბარია პურსსა და სხვა პირველად საკვებზე. რა ხდება დღეს რუსეთში? ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ამბობს, რომ რუსეთი კვლავ ახორციელებს 8.3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს დღეში. ინდოეთსა და ჩინეთისკენ, რა თქმა უნდა. 2022 წელს ომის პირველ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, თუმცა მისი შეფასებით 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა და 2024 წელს 1.1%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები. ომამდე პროგნოზები ბევრად მაღალი იყო, თუმცა სანქციებმა ის მოდინები მკვეთრად შეამცირა. გარდა ამისა, ომის შემდეგ ყოველწლიურად მოსკოვი განიცდის მნიშვნელოვან ინფლაციას. 22 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.1%-ით შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ომი გაგრძელდა, რუსეთმა შეძლო ზრდის აღდგენა, თუმცა ეს ზრდა იყო ომის ეკონომიკაზე გადასვლის შედეგი. რუსეთში გააჩნდა სამუშაო ძალის დეფიციტი, რადგან გამოცდილი მუშები ან გაიხსნენ ქვეყნიდან, ან მოუწიათ ჩართვა სამხედრო წარმოების სექტორში, ან გახდნენ ომის აქტიური მონაწილეები. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის შეფასებით, ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე სამუშაო ძალა უერთდება ჯარს, რაც მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 0.5%-ია. სანქციებმა დააჩქარა გლობალური ეკონომიკური წესრიგის მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია. რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დასავლური იზოლაციის გავლენის შესამსუბუქებლად. ამ ზარდმა ურთიერთობებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ვაჭრობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. 23 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია რეკორდულ 217 მილიარდ დოლარს. რუსეთი უფრო მეც კარგავს, ვიდრე იღებს, თუ საუბრობთ კეთილდღეობაზე, უკეთეს ცხოვრებაზე, ჯანდაცვასა და განათლების სექტორის განვითარებაზე. მაგრამ რუსეთი წარმატებად თვლის მხოლოდ იმას, რაც უკავშირდება სამხედრო წინსვლას, ტერიტორიების დაპყრობას და შიშის დანერგვას მის მიმართ. თუ შეფასებას გავაკეთებთ იმ გაგებით, რომ გაუმჯობესდა თუ არა რუსი მოქალაქეების ცხოვრება ომის დაწყების შემდეგ, პასუხი იქნება, რომ გაუარესდა, ძალიან გაუარესდა და ამას დამატებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. ზოგი ომში მოკლეს, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა. მაგრამ თუ შეფასებას გავაკეთებთ იმ გაგებით, რომ გაიზარდა თუ არა ქვეყნის ეკონომიკა და სამხედრო ინდუსტრია, ვიტყვი, რომ კი. არა განსაკუთრებულად, მაგრამ მაინც გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ომის რელსებზეა და ის მოქალაქეს კეთილდღეობას კი არა სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირვას თავაზობს. ხოლო ოლიგარქებს კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნის შესაძლებლობას აძლევს. რუსეთის მიმართ თუ გაგრძელდა მსგავსი მკაცრი მიდგომა, თუ პრინციპულად შენარჩუნდა და კიდევ უფრო გამძაფრდა სანქციები და არ აღდგება პირდაპირ ვაჭრობა, რუსეთი უბრალოდ იარსებებს და თუ რამდენ ხანს
ამას ალბათ ჩინეთი გადაწყვეტს და პუტინს მოგონილი ციფრები და პროცენტები ვეღარ უშველის.